მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გახთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ აღლაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ გაგეცნობით. მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ არის აქციები და პირადი ურთიერთობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დიაგნოსტიკა მიიღოთ 50 ლარად, ხოლო თუ გსურთ, რომ ტარო გამოიყენოთ ინსტრუმენტად, რომელიც თქვენს ცნობიერს და ქვეცნობიერს დააკავშირებს ერთმანეთთან და უფრო საინტერესოდ მოგცემთ, რა გაქვთ გასაშვები ცხოვრებიდან, რა კარმული გაკვეთილები გექნებათ, ან რა უნდა გესწავლათ იმ გაკვეთილებიდან, რომელიც უკვე გაიარეთ და თქვათ, ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული, რომ აი ის ამოიკითხეთ, რაც რეალურად უნდა გესწავლოთ, შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ ეს ამ კუთხითაც და ამ შემთხვევაში ღირებულება იქნება 40 ლარი. რაც შეეხება დროს, მე ხშირად წერენ ხოლმე, რომ აი რა დრო განდომებთ თქვათ გასვლას, რამდენი წუთიანია. ჩემოკარგებო, მინიმუმ 1 საათიანია გასვლა ხოლმე. ნუ ხა გააჩნია ადამიანს თუ რაღაცა ისეთი სიტუაცია აქვს, რომ შეიძლება ხანდახან არის, რომ 9 საათშიც ყველაფერს გვეუბნება ისე დეტალურად, რომ დროს არ აქვს, ხო, ისეთი ის. მაგრამ ყოველ შემთხვევაში 1 საათი მიმდინარეობს ხოლმე გასვლა და შესაძლებელია ხანდახან მეტიც, ნუ სიტუაციას გააჩნია, ხო, რას წავიკითხოთ და რისი თქმა უნდა სამყაროს თქვენთვის. ასე რომ და ხდება ვიდეო კოლით, ვოისებით ვაკეთებ გასვლას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მისვავთ კითხვებს, ესეთი არის მომსახურებას, ესე რა ვთქვათ, ანუ 5 კითხვას ვსვავთ და მე ამ კითხვებზე ვოისით გიგზავნით პასუხებს. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ვცდილობ, რომ იყოს პასუხები ამომწურავი, გაანალიზებისთვის, რომ გქონდეთ რაღაცა შესაძლებლობა. კიდე არას პრინციპით არ პასუხობ არაფერს. კარგით, მოდით, დღევანდელი გაშლა გავაკეთოთ წასულ პარტნიორზე, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, რომ წასულ პარტნიორის ცხოვრება, ყავს თუ არა ვინმე და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ყავს თუ არა ვინმე და მის ცხოვრებას არ განვიხილოთ ის, თუ რა გააცნობიერა ადამიანმა თქვენგან წასვლის შემდეგ, ხო? ანუ თქვენთან გაშორების შემდეგ რა გაანალიზება გააკეთა ამ ადამიანმა. იმისთვის, რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა გაშლა, გავაკეთეთ თქვენი სიგნიფიკაცია და ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ პირველ რიგში. ვინ ხართ თქვენ? ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სულ რაღაცნაირად არის ბრძოლის ველზე და სულ ესე ვთქვათ, იცავს თავის საზღვრებს, ხო? ნუ ეხლა ნახეთ, თავის საზღვრებს იცავს, არა უბრალოდ რაღაც ჩაკეტილობის, არამედ უბრალოდ არიან თქვენს გარშემო ადამიანები, რომლებსაც ძალიან მაინტერესებს შეიძლება თქვენი პირადი ცხოვრება, თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ადამიანი, რომელიც არის ძალიან ცივი ემოციური, თბილი, მოსიყვარულე, მაგრამ ნუ ცხოვრება მასწავლა და უთხრა, რომ აუცილებლად უნდა ჩაკეტოს ის კარები და არა ერთი კარები, არამედ ფანჯარას მიაყოლოს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მის ცხოვრებაში ვიღაცა არასწორად ჩაერიოს, ხო? ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრიც გამოიარა, ძალიან ბევრიც ისწავლა, ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ დღესდღეობით ის ყოფილიყო წარმატებული, ჩამოყალიბებული, გაანალიზებული ადამიანი, ხო? საკმაოდ მებრძოლი ადამიანი ხართ, სულით მებრძოლი ადამიანი, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს სიტუაცია, აი ვიღაცამ რო გითხრათ, რომ აი ამას ვერ გავაკეთებ, შეიძლება ითქვას, რომ მეტყვით, რომ ამჯერა. იმიტომ რომ არ არსებობს არაფერი გაუკეთებელი თუ შენ ამას მოინდომებ. ხო, რაღაცა ადამიანი, რომელიც თავის ესე ვთქვათ, სიტყვას, თავის პრინციპს, თავის მიზანს არ გადადის ხოლმე, ხო, რაღაცნაირად მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამაში ძალიან ბევრი ჩადოს, ხო? ვინ ხართ თქვენ? კიდევ ერთი არკანით.
აი ამ ეტაპზე ცოტა გაურკვევლობაში ხართ, როდესაც უბრალოდ ადამიანმა ვეღარ გაიგო რა უნდა გააკეთოს, ხო არჩევანი წინაშე დგას. შეიძლება იცქვას როგორი მომენტიც ისიც რომ ნახეთ პარტნიორი წავიდა თქვენგან, თქვენ რაღაც გააგრძელეთ ცხოვრება, მაგრამ გამოჩნდა ვიღაც ადამიანი, ვისაც თქვენს მიმართ ინტერესი აქვს, თქვენს მიმართ რაღაცა ემოციები გაუჩნდა და თქვენ უკვე ხართ როგორი მომენტით იცით, აი შეიძლება კი ემოციები თქვენს რაღაცა გაგიჩნდათ, მაგრამ და მოგეწონათ ხო ადამიანი რაღაც სასიამოვნო არის, რაღაც საინტერესო არის, მაგრამ თითქოს მიღება არ მიღების მდგომარეობა, ხო, აი რაღაც იგივე სიტუაცია არ იყოს, იგივე გულისწყენა არ იყოს, იგივე პრობლემების წინაშე არ დავდგეთ, ხო, ამიტომ შესაძლებელია, ამიტომაც იცავთ თავს, ხო, რაღაც აი ეს მომენტი. კარგი, თუ ამოიცანეთ ამაში თქვენი თავი, ესე იგი გასვლა თქვენია და ვნახოთ პარტნიორი რომელიც წავიდა თქვენგან რა გაანალიზება გააკეთა. მიხვდა რომ ემოციები სავსე იყო, როცა იყო თქვენთან. მიხვდა რომ ძალიან შეიძლება ითქვას ბავშვურადაც მოიქცა ხო თქვენთან ურთიერთობაში. რა გაანალიზა? გაანალიზა ის რომ მის ცხოვრებაში დადგა ის პერიოდი, როდესაც არ ვიცი, ბუმერანგის კუთხით ბრუნდება რაღაც მდგომარეობა თუ როგორ არის, მაგრამ ადამიანი აქვს ესეთი მომენტები, როდესაც საკუთარ თავზე ბრაზობს, საკუთარ თავზე ნაწყენია, ხო? ანუ არასწორი გადაწყვეტილების გამო, არასწორი ქმედების გამო. ეხლა აანალიზებს იმას, რომ თურმე რა კარგი ყოფილა, ხო, რა სასიამოვნო ყოფილა ის ემოციები, როდესაც თუნდაც ბავშვურად გრძნობდა თავს, თუნდაც რაღაცა იყო თქვენთან რაღაც ესეთი ჰარმონიულ მდგომარეობაში, ხო, რა გაანალიზა ის სუპაჟების ენერგიებში ამოდის, გაანალიზა ის რომ მისი ქცევა იყო ის ქცევა, რომელიც მერე სანანებელი გავხდა, რომელიც შეიძლება ითქვას მისთვის საკმაოდ მძიმე ანუ ვიცით რა არის ხოლმე რომ აი მამაკაცი მარტივად გადაიტანს ყველაფერს, არა ესე არ არის მეგობრებო, არის მამაკაცსაც აქვს თავისი გრძნობები, მამაკაცსაც აქვს თავისი რაღაცა ის სულიერი მდგომარეობა, შეიძლება ის ვთქვათ უფრო სუბუქად გადააქვს იმ მხრივ რომ არ შეუძლია ესე დაჭდეს და იტიროს, მაგრამ შეიძლება ქალბატონზე ბევრად მძიმედ გადაიტანოს, როდესაც გაანალიზებს, რომ მისივე ქმედებით ჩაიჭრა ყველა გზა და მისივე ქმედებით დაამთავრა თავისივე ბედნიერება, ხო? ან მისი არასწორი ქმედებით რაც ისე გააფუჭა ურთიერთობა, რომ უკან დასაბრუნებელიც არ დაიტოვა, ხო? რა გაანალიზა? ის რომ თქვენ მისთვის იყავით ეს რო ვთქვათ იღბალი, ხო? მისთვის იყავით ადამიანი, რომელიც უქმნიდა ოჯახს, რომელიც აძლევდა ოჯახურ სითბოს, ოჯახურ ემოციებს, სტაბილურობის შეგრძნებას, წარმატების შეგრძნებას, სიმყარის შეგრძნებას, ხო? აი რაღაცა ეს მომენტები გაანალიზა. რა გაანალიზა კიდე? ის რომ თქვენს მიმართ ემოციები აქვს, ის რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელთანაც ვერ დაივიწყა ემოციები. თასების დედოფალი, თასების მეფე ამობრძანდა. გაანალიზებაში ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანმა გაანალიზა, რომ აი ის თასი, რომელთანაც სწავდა ღვინოს და უსხავდნენ, ხო? აი ზუსტად ის წყარო მოსპო თავის ცხოვრებაში, ის სიმშვიდე მოსპო თავის ცხოვრებაში, რომელიც ქონდა, ხო? ეხლა გაანალიზა ის, რომ შანსი შეიძლება აღარ ქონდეს ამ ყველაფრის. გაანალიზა ის, რომ უკან დასახევი გზა სამწუხაროდ ჩაიჭრა, ხო? არ ვიცი, ეხლა თუ ადამიანმა უბრალოდ თქვენს მერე უკვე ოჯახი შექმნა, ერთის მხრივ გეტყვით, რომ ოჯახი შექმნა და ამითი გაანალიზა ის, რომ ოჯახი არასწორ ადამიანთან შექმნა, შეიძლება ითქვას. მეორის მხრივ ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც
ადამიანმა გაანალიზა, რომ რამდენად ამპარტავანი იყო მისი ქმედებები თქვენს მიმართ, რამდენად მარტო საკუთარ თავზე ფიქრობდა და მარტო საკუთარ მეზე ჰქონდა ორიენტირებული მდგომარეობა და როგორ დაუჯერა, თქვათ, სხვებს, როგორ დაუჯერა იმ გარემოცვას, თქვათ, ვის გარემოცვაშიც თქვენზე ქონდა საუბარი, ხომ? მან ბევრი რამე შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მას ასწავლეთ ძალიან ბევრი რამ. ასწავლეთ ემოციები, ასწავლეთ სიყვარული, ასწავლეთ ოჯახის ფასეულობები, ასწავლეთ რაღაცა ურთიერთობები, როგორ შეიძლება იყოს ქალის და მამაკაცის ურთიერთობა, ხო, როგორი შეიძლება იყოს. თქვენ მას ასწავლეთ რაღაცნაირად, ესე ვთქვათ, საკუთარი თავისმენად. შეიძლება ისიც რა არის, პაჟების ენერგიებით დაიწყო ადამიანმა ამოსვლა და ერთის მხრივ კიდე შეიძლება ისიც რა მომენტი ასწავლეთ, რომ თქვენ შექმნით ადამიანი ზუსტად იმ პიროვნებად, რომელიც მერე თქვენ მოგიტრიალდათ ძალიან ცუდად. ეხლა ცოტა ესეთი ნათქვამი გამომდის, მაგრამ ნახეთ აგიხსნით რას გულისხმობ ამაში. როდესაც ადამიანს ჩვენ ვაღმერთებთ ესე რომ ვთქვათ და ვეუბნებით რომ შენ ხარ და შენს გარეშე არავინფერი, მე არაფერი ვარ და შენ რო არ მყავდე და მე არაფერს არ წარმოადგენ შენ ანახეთ ადამიანს ბოლო-ბოლო იჯერებს იმას რომ მის გარეშე თქვენ ცხოვრება არაფერი არ არის, სანამ თქვენ ცხოვრებაში ეს ადამიანი არ მოვიდა და თქვენ არ გიცხოვრიეთ და არ არსებობდით და ადამიანს უკვე შეფასება აუმაღლეთ კი არ ქვია ამას უკვე ამპარტავნებაში ყველა ადამიანი ამას სწორად ვერ იღებს და ვერ აანალიზებს. ხვდებით? ანუ შეიძლება მიიღოს ადამიანმა რომ რა კარგი ადამიანი მყავს გვერდით რომ ცდილობს რომ დამანახოს ჩემი მის ცხოვრებაში ღირებულობის მდგომარეობა და ფასეულობის მდგომარეობა, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი იღებს იმას, რომ თურმე მე ვყოფილ ვარ და ეს არაფერი ყოფილა და ეს უიდე და როგორ გამართლებია ცხოვრებაში ამ ადამიანს, რომ მე აღმოჩნდი ამ ადამიანის გვერდზე, ხო? აი რაღაც ეს მომენტია, გაიაზრა, რომ თურმე არც არაფერი არ ყოფილა უთქვენოს, თურმე არც არაფერიც არ წარმოადგენდა ისეც და არც არაფერი ყოფილა მისი ცხოვრება თქვენს გარეშე. რა გაანალიზა ამ ადამიანმა? რომ მის ცხოვრება დაინგრა, მისი ოცნებები დაინგრა, მისი ისე ვთქვათ, ბედნიერება დაინგრა და ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა ქონოდა, ხო? ანუ ადამიანმა გაანალიზა ის, რომ თურმე თქვენ ყოფილხართ ადამიანი, რომელიც აძლევდა ამ ადამიანს ემოციას, რომელიც აძლევდა ამ ადამიანს თვითშეფასებას, რომელიც აძლევდა მხარდაჭერას, წარმატებას, ხო, არის ისეთი მომენტი, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, ხანდახან არის, რომ აი მეგობარსაც შეიძლება უთხრა, რომ აი ჩემთვის რაღაცნაირად წარმატების მომტანი ხარ, ხო, აი შენთან ერთად სადღაც საქმეზე წასვლა, ჩემთვის რაღაცა წარმატების მომტანია, ხო, არიან ესეთი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში, თილისმა ადამიანები, ისე რომ ვთქვათ. და ზუსტად ეს მომენტია. მის ცხოვრებაში თქვენ მატერიალურადაც აყენებდით ფეხს, ანუ ნახეთ თქვენი არსებობა მის ცხოვრებაში მას კარიერაშიც ეხმარებოდა, წინსვლაში ეხმარებოდა, უფრო მეტად შეეძლო მატერიალური რესურსის მოზიდვა, ასევე ავსებდით მას ემოციით, სიყვარულით, გრძნობებით, უმაღლებდით ანუ ნახეთ თვითშეფასებას, როდესაც უმაღლებთ ადამიანს, ხო, ის ადამიანი უკვე წმუნდება იმაში, რომ მას შეუძლია წინ წასვლა, მას შეუძლია რისკის გაკეთება, მას აქვს იმისი საშუალება, რომ ესე იგი თუ რაღაცა, ანუ რომც წაიქცეს უკან ზურგი ყავს, ხო, რომელიც თქვათ დაეხმარება ამოსვლაში, დაეხმარება გაანალიზებაში, სად დაუშვა შეცდომა, რა მოხდა, როგორ მოხდა. ისე რომ თქვენ ამ ადამიანმა გაანალიზა, რომ თქვენ ყოფილხართ ამ ადამიანის ცხოვრების მატარებელი, ესე რომ ვთქვათ, და დღეს ყველაფერი ენგრევა, დღეს ყველაფერი და თვითონ დაამთავრა ეს ყველაფერი სამწუხაროდ თან ეს მომენტი არის. ანუ თვითონვე მოისპო ის რესურსი, რომელიცაც თქვენ ფაქტურად თქვენი სიტყვებით, თქვენი ქმედებებით, თქვენი შრომით ქმნით ამ ადამიანში. კიდე რა გაანალიზა? გაანალიზა ის, რომ ყველაფერთან მუშაობა დასჭირდება იმ სიტუაციის, იცით რა არის, მე ესე კეთყვით, რომ შეიძლება ამ ადამიანს აღდგენაც კი მოუნდეს თქვენთან ურთიერთობის და მცდელობაც კი ქონდეს, არ ვიცი ხა რამდენი ხანია დაშორებულები ხართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა სიმართლე გითხრათ, აი სურო
3-4 წლის დაშორებულებიც იყოთ, მე არ გეუბნებით იმას, რომ ადამიანი მოვა და ამ ნაბიჯს გადადგოს, მაგრამ გაანალიზა ის მომენტი, რომ რა კარგი იქნებოდა, რომ შესაძლებელი იყოს, რომ პატარა რესურსი, რომელსაც ჩადებს და იმუშავებს ურთიერთობის განახლება მომხდარიყო, ხო? აი ადამიანს აქვს ეს მომენტი, რომ რა კარგი იქნებოდა ვთქვათ, ხო, როდესაც რომ ეს ყველაფერი ისევ აღედგინა, ისევ დაეწყო, ისევ ემოციებში შესულიყო, ისევ და იქნებოდა საბოლოო ჯამში ოჯახადაც კი ქცეულიყავით, ხო, ისე ვთქვათ, თუ ოჯახიდან წასული არის მამაკაცი, ხო, მით უმეტეს რა კარგი ყოფილა ის ოჯახი და სად მივდიოდი, რა მინდოდა, ხო, იქნება შევძლო და დავბრუნდე ისევ ამ ოჯახში. აი, ადამიანმა გაანალიზა ეს ყველაფერი, რომ მან ანუ თქვენგან ქონდა ყველაფრის გვერდში დგომა. და ის მომენტი, რომ კარგი იქნებოდა, რომ შესძლებოდა ამ ყველაფრის აღდგენა, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად აძლევდით, თქვენ ნამდვილად ავსებდით ამ ადამიანის ენერგიებს, ემოციებს და თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელმაც არ ვიცი რა შექმნით ამ ადამიანისგან, მართლა არ ვიცი, ფაქტია, ადამიანი ამ ყველაფერზე ნანობს, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა თქვენს გარეშე სად ისეთი მდგომარეობაც არ არის და თან თუ აქ ადამიანს აი რო იყვენ თქვენ ხართ მისი კარმული ადამიანი, ხო არ ვიცი რა ასწავლეთ, როგორი გაკვეთილი მიეცით ამ ადამიანს, როგორი ცხოვრება ასწავლეთ და მე ვიტყოდი, რომ ადამიანს აქვს სურვილი, ნახეთ, მე არ გეუბნებით, რომ ის მოვა და ხვალვე აღადგენს ურთიერთობას. ნუ ეხლა თუ ეს არის ეხლა 1 თვის და 2 თვის დაშორებული, შესაძლებელია, მაგრამ აქ თუ წლები არის და წლები მოიცავს ურთიერთობის დაშორებას, უბრალოდ აქვს მას სურვილი, რომ დაიბრუნებდა დიდი სიამოვნებით იმ ყველაფერს, რაც თქვენთან მიმართებაში ჰქონდა. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი პარტნიორის გაანალიზება. კარგია, როდესაც გაანალიზებას ახერხებს ხოლმე ადამიანი და საინტერესო არის. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებ, თითოეულ თქვენთაგან სიყვარულს გისურვებ, წარმატებას გისურვებ, ნუ ვინც ახალი დაშორებულები ხართ და გინდათ და გიღებთ ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მალე მიიღოს გადაწყვეტილება უკან დაბრუნებაზეც, მაგრამ ვინც წლებია უკვე, უბრალოდ იცოდეთ, რომ ადამიანი მიხვდა თქვენს ფასს, მიხვდა თქვენს ღირებულებას და მიხვდა იმას, რომ თქვენ მისთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთეთ, ხო, თუ მანამდე ვერ ხვდებოდა და ქონდა ეს მომენტი, რომ აი შენ რას აკეთებ ჩემთვის და არც არაფერი ისეთი არ გაგიკეთებია, დღეს ის ადამიანი მიხვედრილია იმას, რომ თქვენ ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ. თუნდაც ეს ადამიანი ჩამოაყალიბეთ და შექმენით როგორც პიროვნება, ხო? ნუ აი ესე გამოვიდა. მე ბედნიერებას გისურვებთ კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთანგანს და წარმატებებს. დროებით.